მანქანებით სავსე ტროტუარები პრობლემა, რომელიც დიდ ქალაქებში წლების განმავლობაში გადაუჭრელი იყო და რომელსაც მძიმე შემთხვევებიც უკავშირდება. ტროტუარებზე ავტომობილების გაჩერებისთვის პარლამენტმა საქციები რამდენიმე თვის წინ აამოქმედა. ცვლილებები ფულად ჯარიმას და მძღოლებისთვის მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულების სოლიდური რაოდენობის ჩამოწერას ითვალისწინებს. როგორია დაჯარიმების სტატისტიკა, მონაცემები არ არსებობს, თუმცა სპეციალისტების დაკვირვებით მსგავსი დარღვევების შემცირება ჯერჯერობით არ შეიმჩნევა და აუცილებელია დარღვევების აქტიური კონტროლი. ეს სივრცეები ქვეითებისთვისაა განკუთვნილი, თუმცა მათზე ქვეყნის არაერთ ქალაქში ავტომობილებს ხშირად ნახავთ. შედეგად კი ფეხით მოსიარულეებს ტროტუარზე გადაადგილება უჭირთ, ან გზის გასაგრძელებლად თავის საფრთხეში ჩაგდება და სამანქანო გზაზე გადასვლა უწევთ. ეს განსაკუთრებით სარისკოა ეტლით მოსარგებლეებისთვის, ასევე ეტლში მყოფი ბავშვებისა და მათი თანმხლები პირებისთვის. მოქალაქეები მოამბესთან საუბრობენ, რომ მათთვის განკუთვნილ სივრცეებში გადაადგილების დროს თავს სულად არ გრძნობენ, რადგან გარდა დისკომფორტისა ეშინიათ, რომ ტროტუარზე დაყენებული ავტომობილი მოულოდნელად დაიძურება და დაეჯახებათ. ძალიან გვიჭირს და ძალიან ცუდია, როცა ასეთ გადან ტროტუარებზე. განსაკუთრებით, როცა წვიმიანი ამინდია, უნდა შემოვარო და ამ დროს გავლილი მანქანა მოგაშხებებს ფეხებზე, გასველებს და ზოგადად ძალიან დისკომფორტია, იმიტომ რომ ვიწრო ქუჩაა, იქით-აქეთ უკვე ჩამდგარი მანქანები და ძალიან მე ვფიქრობ, რომ ამას უნდა ყურადღება მიექცეს. ძირითადი მანქანების რაოდენობაა გაზრდილი და ასეთ გამავალ ქუჩაზე, ვიწრო ქუჩებზე პრობლემაა ნამდვილად. გასავლელი არ არის, ადგილი არ არის იმისათვის, რომ ადამიანმა გაიაროს ტროტუარზე. ყველგან მანქანებია და განსაკუთრებით ბავშვთან როცა გამოყავს ეტლით, ეს არის კატასტროფა. ვერაფრით ეტლით ვერ გამოყავს ბავშვის ასე. ახლა ცენტრალურ ადგილებზე მაქსიმალურად ერიდებიან, მაგრამ გარე უბნებში ხშირად არის ეგეთ დასასვენებელი პარკების მიმდებარე ტერიტორიებზე, რომ მთლიანად დაკავებული აქვს მანქანებს ტროტუარები. აი მაგალითად ერთ-ერთი დასახელება ბეჟენიშვილის ქუჩა. მთლიანად ჩახერგილი არის აბსოლუტურად ორივე მხარეს ტროტუარები. ეს არა მარტო იმ კონკრეტულ ლოკაციაზე ვიძახი, არამედ ნებისმიერ სხვა ადგილზე, სადაც არ უნდა გახვიდეთ გარეუბანში, ყველგან ეგრე არის. პრობლემა ბოლო წლებში იმდენად გამწვავდა, რომ პარლამენტმა კანონმდებლობა გაამკაცრა. ახალ სამართალდარღვევად განისაზღვრა სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა გაჩერება, რაც 1 მაისიდან ჯარიმას ითვალისწინებს. კერძოდ თბილისსა და დიდ ქალაქებში, ასევე საქართველოს კურორტებზე ამ დარღვევაზე 100 ლარიანი ჯარიმა დაწესდა. როგორია დაჯარიმების სტატისტიკა ჯერჯერობით უცნობია, რადგან რეგულაცია ახალი ამოქმედებულია. საგზა უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე სპეციალისტები ამ სახის დარღვევების შემცირების ტენდენციას ვერ ამჩნევენ და ამბობენ, რომ დღესაც ტროტუარების დიდი ნაწილი ავტომობილებს აქვთ მიტაცებული. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ დაჯარიმება დაწყებულია. მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურასთან, კანონებთან, აღსრულებასთან ერთად ცნობიერება ადამიანების, როგორც მძღოლების, ასე ფეხით მოსიარულეების. ჩვენ თითქოს ერთი შეხედვით მხოლოდ ჯარიმაზე გვაქვს გადატანილი ყურადღება, მაგრამ ჯარიმა სოფლიო პრაქტიკა გვეუბნება, რომ მხოლოდ ჯარიმით ვერ მოაგვარებს გრძელვადიანად იმ პრობლემას, რომელზეც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ. ჯარიმა არის ერთ-ერთი კომპონენტი, მაგრამ ასევე გააზრება არის მნიშვნელოვანი. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად აქტიურად ახორციელებს მონიტორინგს. მათ შორის გამოვლენას იმ სამართალდამღები მძღოლების, რომლებიც არ ემორჩილებიან დგომა გაჩერების წესებს და ქვეითთა გადასასვლელზე აჩერებენ ავტომობილებს. მათ მიმართ ტარდება შესაბამისი სამართლებრივი ზომები. მოუწოდებთ ყველა მძღოლს დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები და არ შეაფერხონ მოძრაობა. მერიაში ამბობენ, რომ შესაბამისი ჯგუფები მონიტორინგს ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებენ. აცხადებენ, რომ დარღვევის გამოვლენის ფაქტები საკმაოდ ხშირია და მძღოლებს მოუწოდებენ საქმე დაჯარიმებამდე არ მიიყვანონ და პატივისცემ ქვეითად მოსიარულე ადამიანებს. რა თქმა უნდა, ქალაქში არის ხშირი დარღვევები, არის ტროტუარზე მანქანის დგომის ხშირი ფაქტი, რაზეც რეაგირებას რა თქმა უნდა ვახდენთ როგორც ვიდეო მონიტორინგის საშუალებით, ასევე ქვეითი ინსპექტორების საშუალებით. აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ მოუწოდებ მოსახლეობას და მოქალაქეებს, რომ დავიცვათ კანონი და წესი და მანქანების დაპარკინგება ტროტუარებზე არ მოვახდინოთ. ქალაქის სხვადასხვა უბნებში ხდება მუდმივი მონიტორინგი და ჯარიმდებიან შესაბამისად მოქალაქეები, რაც არ არის ჩვენი თვითმიზანი, რა თქმა უნდა. ზოგიერთი მძღოლი ტროტუარზე არათუ მანქანის გაჩერებას, ავტომობილით მოძრაობასაც კი არ ერიდება. მაისიდან ასეთ დარღვევაზე 200 ლარიანი ჯარიმა მოქმედებს, რასაც მართვის მოწმობიდან 30 ქულის ჩამოკლება ემატება. შეცვლის თუ არა რეალობას საჯარიმო სანქციები ესმის აღსრულებაზეა დამოკიდებული.